მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ საკითხებზე, სტატისტიკოსთან და მკვლევართან ბატონ ნოდარ კაპანაძესთან ერთად. გამარჯობა ნოდარ. მოგესალმებით ტელემაყურებელს. და ეს საკითხები არის პირველ რიგში ჩამოთვალოთ, ესე იგი, რა საკითხებია. პირველი არის დემოგრაფია, ჩვენი დემოგრაფია, დემოგრაფიული სტატისტიკა. ზოგადად და არ შემიძლია არ შევეხო აქ გავრცელებულ ინფორმაციას, ბატონმა დემურ გიორხელიძემ გაავრცელა ეს ინფორმაცია და რა ვიცი, უამრავმა ადამიანმა მე დამირეკა. და მომწერა და ნუ თუ ეს სიმართლეა და ასე შემდეგ. ახლა როგორი სახის ინფორმაცია გაავრცელა ბატონმა დემურმა, რომ საქართველოში ცხოვრობს 1.340.000 ქართველი, 1.210.000 საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არა ეთნიკურად არა ქართველი. ანუ სულ 1.340.000 ქართველი ცხოვრობსო, 1.210.000 საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ეთნიკურად არა ქართველი, ნუ ეს სუდის ნათქვამია, მაგრამ 25.000 ჩინური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე გვყავსო, 500.000 არალეგალიო, 75.000 ბინადრობის უფლება აქვს 75.000 ადამიანს. ეხლა ნუ ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ძალიან დიდი შეშფოთება, იმიტომ რომ ახლა თავისი მონაცემებია. ხო, ახლა ეს მონაცემები არისო, აღწერის მონაცემებიო, რომელსაც რატო ვერ აქვეყნებენო. ხო, ეხლა ორიოდე სიტყვით მე ვიტყვი, ეხლა არსებობს გარკვეული ინდიკატორები პირდაპირი და ინდიკატორები არაპირდაპირი, ხო? ხო, ახლა 1.340.000 ქართველი რანაირად ცხოვრობს საქართველოში, როდესაც ჩვენ კარგად ვიცით, უშუალოდ რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში და რამდენია აქედან უშუალოდ ეთნიკურად ქართველი, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, რა ვიცი, სოფლებში. ეს რა მონაცემებია, ხომ როგორ სტატისტიკოსმა უბრალოდ აი ეს მონაცემები გავაანალიზოთ და რა აღწერის მონაცემები თუ არ ვხვდები არ გამოქვეყნებულა, რას ეყრდნობა ბატონი დემური იქნება. ან ეს 500.000 არალეგალი როგორ არის იდენტიფიცირებული, ან საიდან არის 500.000 არალეგალი, როგორ შეიძლება იყოს ყველა აღწერის მონაცემები არის. ეს ხო. ხო, აბა იქნება. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ აღწერა როდის ჩატარდა. აღწერის ბოლო დღე, საველე სამუშაოების ბოლო დღე დათქმული იყო 24 დეკემბერი. დიახ. 24 დეკემბრის შემდგომ პირველიდან 14 იანვრამდე მკვდარი პერიოდი დასვენებები იყო სულ და აგერ უკვე მოვით 22 იანვარია დღეს ვავსწრებ, ხო? აღწერის შედეგები, პირველი შედეგები განრიგით, კალენდრით უნდა გამოქვეყნდეს 25 წლის ივნისში. მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც მოუთმენლად ელოდება ამ შედეგების გამოქვეყნებას. მანამდე არანაირი წინასწარი შედეგები არსად გამოქვეყნებული არ არის. ბატონი დემურის მიმართ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის და მიუხედავად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან მოდის ეს მონაცემები, რომლებსაც მე უფრო სტატისტიკურ ხიჩხოქს დავარქმევ. აჰა. რაღაც უფრო ესეთი საშინელებათა ფილმის რაღაც 2014 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა 3.700.000-ზე ცოტა მეტი მოსახლე. 3.740.000 თუ რაღაც. აქედან 3.200.000 იყო ეთნიკურად ქართული წარმოშობის. ეხლა 1.340.000-ია, ნიშნავს, რომ 2014 წლიდან დღემდე თემურლენგმა, შაჰ-აბასმა, ჯალალედინმა და ყველა ვახტანგურად ილაშქრეს ჩვენთან და რაღაცა და ჩვენი არ გავიგია ალბათ. ანუ სამჯერ დაგვიკლია. ნუ 2.5-ჯერ მოდი ესე. როგორ 1.300.000 1.300.000 და 3.200.000. ხო, ნუ ხო და ახლა ცოტა მეტზე, ხო. ესეთი კატასტროფა საიდან როგორ მე არ მესმის ამ მონაცემების
არ წარმომავლობა არ ჩინარს ეს იმდენად აცილებულია რეალურ სურათთან რომ უბრალოდ ამის კომენტირებას კი შეუძლებელია რა. ნუ გადავიდეთ სათითაური მონაცემზე ახლა. არ გამისა, მოდით ახლა თქვა 9 მილიონი არალეგალი. ხო. 9 მილიონი არალეგალი ნიშნავს რომ ესენი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან. ხო მასეა. ნუ ესე იგი ისინი განირჩევიან ჩვეულებრივი ქართული სოციუმისგან, საქართველოს საშუალო სოციუმისგან. 9 მილიონი ესეთი ადამიანი საქართველოში გადიოდეს და ეს არ ჩანდეს, ეს შეუძლებელია. არა, მაგის გარდა 9 მილიონი ადამიანი არ ჩანდეს, ჯერ როგორ უნდა შემოეღწიათ საქართველოში. მოდი ასე ვთქვათ, კარგად ვიცით როგორ ტიპის კონტროლია, ხო? ის კი არა, საქართველოს მოქალაქეები ვერ ღებულობენ სამწუხაროდ ეს პრაქტიკა, რაც დამყარდა, ეს მეორე საკითხია, კიდე მეორე მოქალაქე. ახლა ესე იგი რა გამოდის, რომ 500,000 ადამიანი თამთა შემოვიდა? თუ როგორ არის საქმე? არალეგალი რას ნიშნავს? მე უბრალოდ ვერ გავიგე. არალეგალი რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? აი, მოდი საქართველოს პირობებში. მე მას ვიტყვი, რომ ეს იმდენად ჩემი აზრით, ეს მონაცემები იმდენად აცილებულია რეალობას, ამაზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება რა. ხო. გარდა ამისა, ჩემთვის მაგალითად სრულიად მიუღებელი არის ასეთ საქართველოს მოსახლეობის ეს ეთნიკური ნიშნით დაყოფა და ასე შემდეგ ამან ასეთმა ხაზგასმამ ამ თემაზე რა შედეგები მოგვიტანა ჩვენ კარგად ვიცით და მე ამას არანაირად არ გავიზიარებ და ვერ ავყვები ამ საუბარში ვერავის რა. რა თქმა უნდა, ამაზე ეს მოდი ესე ვთქვათ, ეს არის რაღაცა დანამული მინდორა. რასაც დუმარეთ აი რუსებს აქვს აი ეს პაუმალჩანიო აი ეს უნდა გვესმოდეს ხო მე მგონი რომ ამაზე კონსენსუსი უნდა იყოს შინაგანი რომ რაღაცები არის რაც რაზეც არ უნდა ილაპარაკო ხო და იწევს ხო ნაღზე აფეთქებას ხო უბრალოდ მინავლებულ ნავერდას უბერავს ოსო კიდევ აგიზგიზო ახლდა ხო და ახლა ეს ერთი და მეორე ახლა რო ავიღოთ ეს ციფრი 1,210,000 არანაირ აი საიდან მე ვერ წარმომიდგენი რომ 2014 წლის აღწერით საქართველოში იყო დაახლოებით 486,000 ეთნიკურად არაქართული წარმოშობის მოქალაქე. ანუ მათ სამჯერ მოუმატიათ. და როგორ? არა, ეს აბსოლუტურად შეუძლებელი რომ ამაზე მართალია სერიოზული ლაბორატორიით არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად მიგრირებენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე დაუშვათ ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები. აქტიურად მიგრირებენ როგორც ევროპისკენ, ისე განსაკუთრებით რუსეთისკენ, სომეხი ეროვნების მოქალაქეები და აზერბაიჯანელებიც ასევე დაუშვათ იქ აზერბაიჯანისკენ და მისკენ ანუ გამრავლე პირიქით კლებასთან გვაქვს საქმე ისე როგორც საქართველოს მოსახლეობა კლებულობს, რაც მეორე ის არის პრობლემაა და ამაზეც ვისაუბრებთ. მიგრაციულ განწყობებს რაც შეეხება ბატონო სოსო ამაზე ალბათ ერთი ცალკე გადაცემაა მოსაწყობი, ეს ძალიან დიდი თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მიგრაციული განწყობები საქართველოში როგორც შიდა მიგრაციული განწყობები, ისე გარე მიგრაციული განწყობები საკმაოდ ძლიერია. ამას აქვს თავისი მიზეზები, მაგრამ ეს კიდევ მეორე ესე კაფიოდ აქედან ჩამოყალიბებული ტრენდები, რაც არის ტენდენციები, რაც არის როგორც მიგრაციული განწყობები 10 წლის განმავლობაშიც კი ასეთი ცვლილება უბრალოდ ვერ მოხდებოდა. არა, ეს გასაგებია. მიგრაციული განწყობები საერთოდ არის თემსოფლიოში დღეს. კი ბატონო. ესე იგი, კარგად ვიცით ჩვენ რომ მიგრაციული განწყობებია ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში თითქმის განსაკუთრებით შედარებით ეგრეთ წოდებულ პრადვინულ ქვეყნებში. კი, როგორც არის ბალტიისპირეთი, საქართველოს საქართველოს ახლა უკრაინაზე იქ სხვა მიზეზია. უკრაინა ეს უკვე ცალკე თემაა. უკრაინაში იქ რაც ხდება და მოლდოვაში კიდე ცალკე საკითხია იქ რაც ხდება. იქ საერთოდ ის მიდის დაცარიელება ხდება. ხო
და ახლა ეს ხდება არა მარტო აქ. პოლონელები მიემართებიან გერმანიაში, გერმანელები ინგლისში, ბრიტანეთში, ბრიტანელები ამერიკაში და ასე შემდეგ, რატომ მიემართებიან? იმიტომ სადაც არის ასე ვთქვათ, ეკონომიკური ცენტრი და სადაც ფული იბეჭდება, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ესე დრაივი მიდის, ხალხი ინსტინქტურად იქით მიდის და ქალაქებისკენ ტოლვაც იქიდან გამომდინარეა, რომ სადაც ფული იშოვება, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მიისწრაფვიან იქით. ეს რომ უარყოფითი დადებითი მომენტები, აქსიოლოგიური სკალა, ეს ცალკე საკითხებია, ჩვენ ვლაპარაკობთ ტენდენციაზე. კი, ეს ფაქტებია. აი ახლა ჩამოვყვეთ კიდე ესეც, აი რომ არ იყოს მერე და უშუალოდ კიდევ ასეთი კითხვები თუ მართლა სერიოზულად ვამბობ, აი შემიძლია გავხსნა აგერ მესენჯერი და რამდენიმე ის ამაქვს, მოწერა და რამდენი ზარი და განხორციელდა კიდე. აი ეს 75,000 დროებით ბინადრობის უფლების მქონე ადამიანი, ხო? ახლა 75,000 არ ვიცი რამდენი სტატისტიკურად სწორია, მაგრამ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ეს არის სტუდენტები ეს სტუდენტები მოდიან ინდოეთიდან ძირითადად და არა მარტო ინდოეთი, პაკისტანი, ინდოეთი ასე შემდეგ. ამასე თქვენთან მქონდა განათლებაზე რომ მქონდა გადაცემა. მაშინ ინდოეთიდან და პაკისტანიდან სტუდენტების სამედიცინო სტუდენტების რაოდენობა რამდენიმე 10,000. კი, მასეა ზუსტად და იმათ ბუნებრივია ჭირდებათ ეს. ცხადია ჭირდებათ. ახლა ჩვენ ამას რომ ვლაპარაკობთ, ახლა ზოგიერთები ჩათვლიან, რომ ვითომ ჩვენ ვერ ხედავთ პრობლემებს. ეხლა გადავალთ პრობლემებზე, ოღონდ რეალურ პრობლემებზე გადავიდეთ და არა ეგ. აქ ერთი საინტერესო რამეა რა. კითხვები იმავე სტატისტიკასთან, იმავე მთავრობასთან. როგორ არ არის? არის კითხვები და არის უამრავი კითხვები. ხო და ამ კითხვებზეც ვისაუბროთ, კი ბატონო. მაგრამ როდესაც ასეთი საერთოდ დაუსაბუთებელ ბრალდებას უყენებენ, ნება მთავრობას, ნება სტატისტიკას, ძალაუნებურად მისი ადვოკატობა გიწევს. ანუ მთავარი და რეალური კითხვების დასმის არც დრო და არც ადგილი აღარ რჩება რა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თორემ კითხვები არის და უამრავი კითხვაა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი დავიწყოთ ახლა ამ კითხვებით. აი მაგალითად მოსიარულე ის არის ასე ვთქვათ, ნემია, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში ჩვენ გვყავს 3,700,000 ამომრჩეველი. დაახლოებით, ხო? კი, 3,900,000. 3,900,000 რეგისტრირებული ამომრჩეველი. რეგისტრირებული ამომრჩეველი და მოსახლეობის რიცხვი ამ დროს აცხოვრებთა რიცხვი 3,700,000. ეხლა განვმარტოთ ეს ამბავი და როგორ აი ეს იწვევს, მე ვიტყოდი, აი ესე ვთქვათ, გამრუდებას, საზოგადოებრივი ცნობიერების. კი ბატონო. უნდობლობის გაღვივებას და პირველ რიგში უნდობლობის გაღვივებას არჩევნების მიმართ, საარჩევნო პროცესის მიმართ, რითიც სარგებლობენ ცნობილი ადამიანები და აქ ხდება აი მსგავსი ტიპის კი ბატონო, საქართველოში ერთიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამმართველთა ერთიან სიაში 3,900,000 ადამიანი არის რეგისტრირებული და ეს არის სრულიად სამართლიანი. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, საარჩევნო ახლოს უფლების მქონე 18+ ასაკის, 18+ ასაკის. მაგრამ საქართველოში სახეზე მყოფი ამომრჩეველი არის ამათი ნაწილი. დაახლოებით 2,800,000-მდე ამომრჩეველი დადის საქართველოში დღესდღეობით. მოსახლეობის აღწერა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიანი სია ეს ორი სხვადასხვა რამეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სია გენერირდება იუსტიციის სამინისტროდან, სადაც რეგისტრირებული არიან საქართველოს მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, ისინი ფაქტიურად საქართველოში არიან თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამდენად 3,900,000 ადამიანი რეალურად რეგისტრირებული არის, მაგრამ სახეზე ვინც არის სახეზე მყოფ მოსახლეობას, ითვლის მოსახლეობის აღწერა. მოსახლეობის აღწერა არ ითვლის იმათ მოსახლეობის აღწერაში ვერ მოხვდებიან ისინი, ვინც საქართველოში რეგისტრირებული არიან, მაგრამ ფაქტიურად იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც არის, რომ საქართველოში დღეს რეალურად დადის დაახლოებით 2,800,000 ამომრჩეველი, მაგრამ ცესკოს სიაში რეგისტრირებულია 3,900,000. რამდენი დადის? ანუ 2,800,000. 2,800,000 ამომრჩეველი? კი ბატონო, დაახლოებით ეგრეა. მაგ მიდამოებშია რა. მაგ მიდამოებშია. ანუ რეალურად რო ავიღოთ ციფრი
2 მილიონი დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო რა არჩევნებში მონაწილეობა. დაახლოებით 65%-ში მერყევს. ეს 65%-იანი მოსვლა ამ მომრჩევლის საარჩევნო ურნებთან ეს არის საკმაოდ მაღალი მონაცემები. მაღალი მონაცემია და თუ ესე იგი ადასტურებს იმას, რომ დაახლოებით ამ მომრჩეველთა რიცხვი უნდა იყოს 2.700.000, 2.800.000, რომელიც ფაქტიურად არის. ფაქტიურად ასეა, იმიტომ რომ არსად არასდროს ამ მომრჩეველი თუ ის სავალდებულო არ არის არჩევნებში მონაწილეობა, დაახლოებით 30% საარჩევნო პროცესში არასდროს არ მონაწილეობს. 30-35, რაც უნდა მაღალი აქტივობა იყოს. აი ძალიან მაღალი საარჩევნო აქტივობა იყო პარიზში, აი ჰოლანდის მერეს მაკრონი რო აერჩიეს პირველად. მეორე ტურში მეგონი 80% იყო ამორჩეველთა აქტივობა. ძალიან მაღალი. ძალიან მაღალი, ეს ფაქტიურად ის იყო ანშლაგი. კი. ჩვენთან ნუ ახლა ამორჩეველთა ერთიანი სიიდან მოვიდა ამორჩეველთა ერთიანი სიის 58%, რაც არის ძალიან მაღალი აქტივობა. ნუ ამორჩეველთა საერთო სიის 58%. მაგრამ ფაქტიურად ისინი არიან 65%-ზე მეტი ფაქტიურად საქართველოში მყოფი არჩევნია. კი ბატონო. კი, თითქმის 70 ახლოთ ამ კი, ამ დიაპაზონშია. ამ დიაპაზონში და ისინი ვინც საზღვარგარეთ არიან, ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი სამწუხაროდ ისე და ძალიან რთულია ამის მოწყობა, ვინაიდან გაფანტული არიან სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ისინი კომპაქტურად არ არიან დასახლებული. ეხლა მაგალითად რაღაც მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენ შტატში შეიძლება გახსნა უბანი მხოლოდ ტერიტორიაზე რამდენ უბანს გახსნა, ხო? აქედან გამომდინარე რო ავიღოთ აი ეს ელემენტარული ინდიკატორებზე როცა ვსაუბრობთ, ხო? თუ ახლა მთლად შეთქმულების თეორიაში არ გადავალ და ვიტყვით რომ იცი რა არავის არ მიუწია ხმა არ ყოფილა ხო და რაღაც 400.000 მოიპარეს იგაც გაჟონა და თუ ამაში არ გადავალ და ამ შიზოფრენიაში არ ესე იგი ამ შიზოფრენიით არ შევიქცევთ თავს მოდი ასე ვთქვათ რა გამოდის რომ საქართველოში დაახლოებით, იმიტომ რომ იქ ბავშვები შეადგენენ 25%-ია 18 წლამდე, დაახლოებით გამოდის, რომ ცხოვრობს 3.600.000 ადამიანი, დაახლოებით ასე. რაღაც ასეთი, ხო. და რაც შეეხება ეთნიკური და რელიგიური სურათის შეცვლას, ესეთი რამე არ შეიმჩნევა. ამ ბოლო 10 წელიწადში ასეთი განსაკუთრებული ცვლილება არ შეიმჩნევა. რაც ახლა მონაცემები თქვი, კიდევ მეორე ეს ერთდროულად თემურლენგის, ჯალალედინის და შაჰ-აბასის შემოსევებს ნიშნავს. დაგვიფაროს ღმერთმა. ასეთი რამე არ ყოფილა. დაგვიფაროს ღმერთმა და ახლა ჩვენ ისედაც გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. რა თქმა უნდა, უამრავი. უსერიოზულეს დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს ჩვენ. როცა ერის დაბერება, ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ, ადამიანური, ჩვენ გვისაუბრა ადამიანური რესურსების ფანტვა უაზრო. კი ბატონო. რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ძალიან მაღალი მიგრაციული განწყობები. დიახ. აბსოლუტურად არაინფორმირებული განწყობები მინდა გითხრა. აი ეს ამნიშნულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი მე ხა ჩამიტარები ამაზე კვლევა ხა დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ რას მიგრაციის ერთადი მიმართულებები არის დასავლეთი ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები. რისთვის მიდიხარ იქ? ანუ რას ელოდები იქ რომ მიდიხარ? აღმოჩნდება რომ ადამიანები რასაც იქ ელოდებიან, იქ ის არ ელოდებათ რა. იქ ელოდებიან რომ მოძებნიან რაღაც მაგალითად ღირსეულ დასაქმებას, ევროკავშირში თუ გავწევრიანდებით, საქართველოში მოიმატებს პენსიები. რაღაც ასეთი მოლოდინები აქვს, მაგრამ ასეთი რამე იმავე DCFTA-ის ხელშეკრულებაში არსად არ წერია. ხოლო იქ მიგრაციულ განწყობებს ერთადად ყველა მიდის აპირებს წასვლას სამუშაოდ, მაგრამ იქ სამუშაოს შოვნა რამდენად ადვილია, ეს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს. ანუ არაინფორმირებული განწყობებია ეს მიგრაციული განწყობები. აი ახლა ეს არაინფორმირებული განწყობები როა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მართლაც რეალური პრობლემების განხილვაზე. ეს რამდენად არის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა მათ შორის ხელისუფლების. რატომ არ ხდება ახსნა განმარტებები მოქალაქეებისთვის? პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. ნებისმიერი
მე ბევრი ეთერში მithქვამს და კიდე აქაც იგივეს გავიმეორებ. რითი განსხვავდება მართველი ჩვეულებრივი პოლიტიკოსისგან? ჩვეულებრივი პოლიტიკოსი საზოგადოებრივ აზრს მისდევს. მართველი საზოგადოებრივ აზრს ქმნის. მაგრამ საზოგადოებრივ აზრს რომ ქმნის, ეს საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც ქმნის, უნდა ეფუძნებოდეს რაღაც რეალურ მოლოდინებს, რეალურ ორიენტირებს, როგორც მიზანი, რომელიც უნდა იყოს ჰორიზონტზე წინ, მისაღწევი მიზანი. და მისკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს ქმედითი და რეალური. მაგალითისთვის, თუ წავიკითხავთ და გადავხედავთ მესამე რაიხის პრესას, ვიდრე 1945 წლის იანვრამდე, სულ გამარჯვებებითაა სავსე. აი აქ ფრონტის ხაზი გავასწორეთ, იქ თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ, იქ ტანკი ავაფეთქეთ და აი ამ გამარჯვებებში დაიწყო ვისლა ოდერის ოპერაცია 45 იანვარში. და წითელი არმია მიადგა ბერლინს. ანუ, როდესაც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, ის რეალურ საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, ხოლო ტყუილის თქმა გაცილებით უფრო რთული საქმეა ვიდრე მართლის. მართალი ადვილი რამეა. იტყვი და გადააგდე გაუშვი თავის სიგზას თვითონ მოზემის, თავის ადვოკატი თვითონ იქნება. ტყუილს რომ იტყვი, ისეთი ტყუილი უნდა თქვა, 1-3 კვირა თავად უნდა გჯეროდეს. კატონი ამბობდა ტყუილსო, ისა ცრუსო კარგი მეხსიერება უნდა ქონდეს. ძალიან გრძელი მეხსიერება ჭირდება და ძალიან დიდი ცოდნა ჭირდება, სიმართლე უნდა იცოდე თავიდან ბოლომდე, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც ტყუილი ბოლო-ბოლო მაინც გაცხადდება. იყო ასეთი გუსტავ ლებრონი, ვიცით ხო, რა ქვია, ცნობილი ერების და ბრბოს ფსიქოლოგიის ავტორი, ხო? იმას აქვს ერთი ნათქვამი, რომ ბრბოსო ყოველთვის უყვარს ის, ვინც ატყუებსო. და კლავს მას, ვინც სიმართლეს ეუბნებაო. ხო, ეს მას თვითონ ჯერ კიდევ ტიტუს ლივიუსს აქვს, აი ეს ფსიქოლოგიის შესახებ რამდენად დამღუპველია ეს, რომ მუდმივად ცდილობს ესე სისხლისკენ და გზნობათა გამძაფრებისკენ მიისწრაფვის და მე ეს დემაგოგები მაგით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს ნებისმიერი ტყუილი აუცილებლად გაცხადდება და ის რომელიც ტაშს გიკრავდა მეორე დღეს არ გაგვაუწყდეს რომ საზოგადოებრივი აზრი ძალიან ცვალებადი რამეა. რომ ოსანა და ჯვარსაც ვიეგებდი ერთი ზუსტად ერთი ნაბიჯია. ერთი არასრული კვირაა სულ დროითი ლაგი მეტი არა. ერთი ხო აი აბსოლუტურად გეთანხმები ამაში მართლაც. აი ახლა ეს დავუშვათ ეს მოლოდინი რო არის და ეს განწყობები რო არის და აი დავუშვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ხო, მაგრამ რა მეთოდებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ ახლა დავუშვათ იმის წინააღმდეგ, იმ განწყობის წინააღმდეგ კი არა, იმ განწყობასთან, იმ განწყობის რეალური განწყობის წინააღმდეგ არ უნდა იმუშაო. ხო, აი მაგას არაფრის წინააღმდეგ არ უნდა იმუშაო და საერთოდ თუ რაღაც შენი აზრი, შენი ქმედება აწყობილი არის რაღაცის წინააღმდეგ, ვიღაცის უარყოფაზე, ეს ძალიან მოკლევადიანი პერსპექტივებისაა. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა ემუშაოს გრძელვადიან პერსპექტივებზე. მაგალითად, არჩევნებამდე 4 ბრწყინვალე იდეა ჰქონდა მთავრობას. ტერიტორიული მთლიანობა, ეს შუადერეფანი და საქართველოს როგორც ესე ვთქვათ, ჰაბი, რეგიონული ჰაბი, სოფლის განვითარება კიდე 4 იდეა იყო ძალიან საინტერესო. აი ამ თითოეულ ამ თემაზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა. აი ამ იდეას უნდა მიეცეს პროგრამის სახე, კონკრეტული ღონისძიებების სახე, კონკრეტული განხორციელების განრიგი და ამ საქმეში უნდა ჩაერთოს რა ხალხი რა. ეს ხალხის გარეშე ესეთი იდეები ახორციელდება როგორც წესი და რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ამ იდეის დამუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობას, მით უფრო მიღწეული იქნება ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი განწყობების ერთი მიმართულებით ერთ ვექტორზე მიმართვა რა. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა ვიღაცა იტყვის რომ დავრჩით 1 მილიონ ნახევარი, მეორე რაღაცას იტყვის, მესამე რაღაცას იტყვის და გვექნება მუდმივად ესეთი ბროუნის მოძრაობა რა, რომლის ჯამური ეფექტიც არის ერთ ადგილზე ფუთფუთი, რომ ჭაობი ჩვეულებრივი აქტიური გარემოა, იქ 1000 მხიარული ცხოველი ცხოვრობს,
სულ ფულს ფუთებს, სულ ცოცხალია, მაგრამ მისი ჯამური ეფექტი არის ერთადიზე დგომა და აშმორება. წურბელები განსაკუთრებით კარგად ხარობენ. და თუ კი ჭაობის დაშორება გინდა, მე ბევრჯერ მithkom წურბელების კომისიის დადებით დასკვნას არ უნდა ელოდი არასდროს და არც უნდა კითხო წურბელებს ესამბები რა. იმიტომ რომ პორტოხლის პლანტაცია არ აინტერესებს, იმ ჭაობი მათ საცხოვრებელი გარემოა. შენ თუ გინდა რომ მთის მდინარესავით მიიღო მთის მდინარის ეფექტი, შემდგომ რაღაც ელექტროენერგია აქედან და რაღაცა ცოცხალი კალმახები და ესეთი რამეები, ამისთვის საჭირო არის სახალხო ეროვნული განწყობების რაღაც ერთ კონკრეტულ ვექტორზე მიმართვა და აი ამ ვექტორის დანახვება ხალხისთვის. ამას უკვე ჭირდება ერთი პროგრამის შემუშავება, ჭირდება ამ პროგრამის პოპულარიზაცია და შემდგომ მისი განხორციელება, რა თქმა უნდა. და შეცდომებს რა თქმა უნდა დაუშვებ, შეცდომებს ყველა ცოცხალი ადამიანი. რა თქმა უნდა, შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ აი კონსენსუსი გარკვეულ რაღაც ერი რა არის, ეს არის გარკვეული ისტორიული ერთობა, რომელიც ერთიანი კულტურით, ერთიანი ასოციაციებით, ისტორიული ნარატივით და ასე შემდეგ კულტურით და განმარტება აქვს ამხანაგ სტალინს. ამხანაგ სტალინსაც აქვს და სხვებსაც აქვს, მაგრამ აი მე რას ვამბობ, როდესაც ეს ერი არის რაღაც სისტემაზე, კონსენსუსების სისტემაზე აგებული, ხო? ხო და საქართველოს ძალიან ჭირს თუნდაც ელემენტარულ რამეებზე კონსენსუსის მიღწევა. აი მაგალითად ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა იმაზე, რომ რუსეთთან ომი ცუდია. აი ახლა ეს ხომ ფაქტია. ფაქტიურად ამაზე მიმდინარეობს, ხომ? აი რუსეთთან ომი ცუდი რომ არის, ეს ამის თქმა ითვლება უდიდეს სამოქალაქო გმირობად. ერთ წება ხალხში, აი მაგაიქ რო არიან მაგალითად. რას აი ეგ როგორ გინდა აქ შენ მიაღწიო დაუშვათ ეროვნულ ერთობას რაღაც სხვა სფეროებში, როცა აი ასეთ რაღაცებთან მოხდა. ეს საქმეა თქო, არის მაგას არც ვამბობ ახლა საქართველოში ნებისმიერი საქმის დაწყება, ნებისმიერი სერიოზული ესეთი ორგანიზების დაწყება ძალიან საფრთხილო საქმეა რა. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ნუ გასაკეთებელი არის ახლა. თუ ხარ პასუხისმგებლობას თუ მიღებ შესთავზე რაღაცებზე, უნდა გააკეთო ეს თემა. რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ მაშინ იქნება ჩვეულებრივი მდინარის დინებას მეყოლილი კარითევზი. კარითევზი რა. მეორესაც ვიტყვი ახლა ხო კიდე რა. ეს ხო ერთია დაუშვათ აი ეს მე ვამბობ ახლა აი ეს მოდი ასე ვთქვათ არაჯანსაღი განწყობები და ნარატივების ომის შედეგად დაჭრილი ჩვენ თანამოქალაქეების ან თუ ნაღრძობი და ღია და გარემოტეხილობების ახმოიდების იმას ლაპარაკობ. აი მაგალითად როდესაც მიდის საუბარი ამა თუ იმ ნაბიჯზე, მაგალითად იმაზე რომ ნუ იგინები და უშუალოდ ნუ აგინებ სხვა ერს, ხო? ხო. ნუ აგინებ სხვა ერს. ან დაუშვათ ნუ ავრცელებ ტრობას. ხომ? იმიტომ რომ მარტივია, იმიტომ რომ არა გვაქვს სულ რომ ტრობა გვინდოდეს ყველას, ან რატო უნდა გინდოდეს, ეს ცუდია ჯერ ერთი ტრობა და შენ რომ მტრული განწყობები გაქვს, იქიდანაც იწვევ მე მტრულ განწყობებს. და ეგრეა მოწყობილი სამყარო, ხო? ეგ ერთი. მეორე ძალიან ესე იგი რომ ყველა ერთად მტრულად განვეწყოთ ყველას მიმართ. ხო? იმის მდგომარეობა ჩვენ არა გვაქვს და ძალა რომ ხადილის ძალა შეგვწევდეს ასე ვთქვათ. ამაზეც ესე იგი ძალიან ჭირს და თუ დავაკვირდებით მსგავსი აზრების გამოთქმა განუწყვეტ ეგ მაშინვე იწვევს ესე იგი აგრესიას. აი როგორ უნდა დაიძლიოს ეს განწყობები? ეს ხო ღრმა პროცესებია. ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და გაჯანსაღების საზოგადოებრივი თერაპია, მოდი ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპია. კი ბატონო, ასეთი განწყობების გადატეხვა არ არის ადვილი საქმე, ნამდვილად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიზანმიმართული მუშაობა არა რამის აწინააღმდეგოდ, არამედ რაღაც ნორმალური მიზნისკენ აუცილებლად გადატეხავს ასეთ განწყობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა საქართველოში არსებული განწყობები საერთოდ ჯამში მე რასაც ვუყურებ, საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის არის ძალიან ჯანსაღი. მაგრამ არის რაღაც ძალიან აგრესიული და ყვირალა უმცირესობა, რასაც წარმოედგინეთ რა ჩვეულებრივი
აი ამ ყვირალა უმცირესობის ხმას მეგაფონით აძლიერებს აი ეს ტელევიზია და ასე ვთქვათ სოციალური მედია და მედია საშუალებებით არის გაძლიერებული ეს აგრესიული უმცირესობის აი ეს ხმაური და ფაქტობრივად საინფორმაციო გარემოს რომ უყურებ, გონია რომ ეს არის უმრავლესობა. ამ დროს ეს უმრავლესობა არ არის. საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის გაცილებით უფრო ჯანსაღია იმაზე, ვიდრე ეს ჩანს მედია გარემოში, ან გინდათ სოციალურ ქსელებში, სადაც ოთქლის გამოშვების ადგილია ფაქტობრივად რა. ეს უბრალოდ ახლა რატო გასაგებია რომ ესე არის, რომ უმცირესობა დაუშვათ, უფრო ნაკლები არიან ვიდრე დაუშვათ უმრავლესობა ღვთისმსხალობით, მაგრამ ეს აგრესია და აქტიურობა რაც ახასიათებს მაგრამ არ მოგწეს რომ ცნება უმრავლესობა რაოდენობრივზე უფრო ფარდობითი არის საკმაო შემთხვევაში, მაგალითად თუ განადგურების ეფექტით ვიმსჯელებთ 10 მგელია უმცირესობა თუ 1000 სხვა. კი ბატონო, ზუსტად ასეა. ზუსტად ასე არის. იგივე დაუშვათ მაგალითად ანატოლია რო დაიპყრეს თურქებმა, იქ ეს თურქული სამხედრო თვითონ ეს 5%-ის არიყვნენ ანატოლიის მოსახლეობა. კი ბატონო, ეთნიკური თურქი თურქეთში დღეს მაშინ უნდა დაიპყრეს ამოდენა ტერიტორია. კი, ხმა უმცირესობაშია დღესაც. კი ბატონო, აი ხო და ახლა ცხოველთა სამყაროზე რო გადავიდეთ, პატარა აბუზი ცეცე მაგალითად, მაგრამ ხარს კლავს. თავისუფლად. ხო, რაც შეეხება მამბას და სხვა მაგალითად ბაყაყა იმას რა ქვია, ამაზონიის ჯუნგლებში რო არის, ხო, კოკოა. ხო, მაგალითად. ანდა დაუშვათ ისეთ მედუზა იროკანჯის, რომელიც აი დაუშვათ ამ ხელა, თითის ცხილის ხელა არის საჩვენებელი, ანდა თითის ცხილის ხელა და მასთან შეხება იწვევს წარმოუდგენელ ტანჯვას და სიკვდილს, ესე იგი, ხო? მედუზა კუბი რო არის, იმაზე მეტად შხამიანია, რატო შეიქმნა ეს ჯოჯოხეთის ეს არეაში იყო საჭირო ასეთი შხამის კონცენტრაცია, არავინ არ იცის, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ამით თავს ნუინუგეშებთ. რა თქმა უნდა, ამით თავი არ ნუინუგეშო არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გქონდეს შენი მიმართულება და უნდა იყოს ჩამოყალიბებული ეს მიმართულება, უნდა იყოს დაწერილი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს გადასარევი რამეა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არის ეთერის შეწუხება ბგერებით, ერთი არაფერი. რეალურად ყველაფერი მაინც მივიდივართ ეკამდე, რომ პროგრამა უნდა დაიწეროს. დასაწერი. ეს ეხება ხელისუფლებასაც, ეხება ოპოზიციასაც, მაგალითად, როდესაც შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ ეს არ მომწონს, უნდა გადავაგდო, უნდა გადმოვალოდო რაღაცა. შენ რატომ ხარ უკეთესი? კარგი გავიგეთ, ეს არ ვარ გადავუშვი. მაქვს კითხვები, უამრავი კითხვა მაქვს ხელისუფლებას და უამრავი კითხვა მაქვს იმავე სტატისტიკასთან. მაგრამ როდესაც ესეთ აბსურდულ ბრალდებებს უყენებ, მაშინ ძალაუნებურად მინდა თუ არ მინდა მისი ადვოკატი ხდები რა. იმიტომ რომ რას ბრალდებასაც უყენებ, ეს რეალურად არ ეხება ამყავს, ხო? მაგრამ მათთან კითხვები უამრავია. ამიტომ შენ თუ ხარ უკეთესი, დაწერე რატომ ხარ უკეთესი. თუ ხელისუფლება შენ გინდა რომ შენ გამოხვე, დაწერე რატომ უნდა გამოხვე. მაგრამ დაწერეთ, აბა. ასევე იყო ჩვენი საერთო ნაცნობები, მათ შორის პატივსაცემი ხალხი. ძალიან პატივცემული, კაი ხალხი ყველანაირად, მაგრამ ვერ დაწერეს. არა, დაწერილი საკითხვა მეორე. ხო, იმის არ იყოს, კაცო, იქვა გენიალური პიესა, ყარყარეთ უთაბერი. ტიტე ნატუტარი რომ იძახის რომ მე შემიძლია ერთ ღამეში დავწერო ბედნიერი სახელმწიფოს სრული დეკლარაცია, შენ კი დაწერ, მაგრამ იმას საკითხვა ხომ და არა, თან რას დაწერენ გააჩნია, იმიტომ რომ ადამიანებს ხო, მაგრამ რა არის, იცი, როდესაც დაწერილია აზრი, როგორც ერთი ძლიერ ინფორმირებული პერსონაჟი ამბობს, ხელნაწერები არის. არიწვიან. ხო და როდესაც დაწერილია, თუნდაც აი გაუვალი კრეტინიზმი იყოს დაწერილი, ეს უკვე დაწერილია, განირთებული აზრია და იმის შესწორება შეიძლება რა. როდესაც რაღაცას ლაპარაკობ, ეხლა უკაცრავად, მაგრამ არა ხარ არც მოსე და არც მაცხოვარი რომ გდიოთ უკან და შენი ყველა ნათქვამი ჩავიწეროთ რა. არ ვიხარ მაგდენად რა. ხო, ახლა მე დღეს დადონ თამას ვესაუბრე მას ტეტუნაშვილს და აი რაც დაწერილი გვაქვს, მის ციკლს გავაკეთებთ აქ, რა ქვია. გეოლოგია. არა მარტო იქ კი, მაქვს ერთი მიზანი.
პოლიტეკონომიურ ჭრილში, საქართველოს პოლიტეკონომიურ ჭრილში და ნახოთ იქ ეგეც კარგი ის იქნება, იმიტომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იქ. ფაქტობრივი. თავმოყრილი და ასევე არის კონცეპტუალურად, როგორც ჩვენ უყურებთ ვითარებას, მაგრამ ახლა ეს კარგია, უნდა გავაკეთოთ. და აუცილებლად უნდა გადავიდეს ეს ჩვენი ქვეყნის, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება რაღაც ჭკვიან რელსებზე, თორე აი ესეთი რაღაც ალარმისტული რაღაცა საოცრებები. ეხლა დღეს რაც მითხარი ეს მონაცემები, რაც მითხარი ეს უბრალოდ იმდენად დაუჯერებელი რამეა, რომ აი ესეთი რამეები უბრალოდ არ ხდება. ეს ისეთი მასშტაბის ცვლილებაა რა, აი ჰიპოთეტურად დაუშვათ რომ ეს მართალია რა. ეს უკვე ისეთი რამეა, ეს უნდა იგრძნობოდეს, ეს არ ჩანს, არცად არ იგრძნობა. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ეს კიდე ცალკე საკითხია, არ ვიცი მე, ახლა ვიღაცას შეიძლება ეწყინოს ახლა ეს, მაგრამ ხო იცი ამიკუს პლატო, სედ მაგნა, ამიკა ვერიკას. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია და გარდა ამისა, როდესაც ახლა ისედაც დაზაფხულია ეს ჩვენი ხალხი კაცო. ამ უამრავი მართლაც მოდი ასე ვთქვათ, კოშმარით რაც ხდება, ხომ? ანუ გიგების თავისუფალი. მე მაქვს მაგაზე ერთი რეცეპტი, როგორც კი ჩვენთან ხო არის ხოლმე ეს კითხვა. გვეშველება რამე? დიახ. ხო და მე მაქვს ამაზე ერთი პასუხი, გამურთე ტელევიზორი და ნაშველი გაქვს უკვე. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ არის ახლა პრობლემების ისეთი რიგი, რომელიც რეალურია, მაგრამ ის რაც ხდება, აი ეს ესე ვთქვათ, სულიერი ქეცი. რომელზეც შესვეს ფაქტურად მოსახლეობის ძალიან დიდი მსუყე ნაწილი და განუწყვეტლივ ესე იგი ელოდება ამ აგრძელებია რომ ქვეყანაში რამე კარგად იყოს. ხო, არა, ეგ რო თქვა, მოღალატე ხარ. ის კი არა, დაუშვათ ესეთი ტრენდით ჩამოყალიბდა ძალიან უცნაური და ძალიან მართლაც მოდი რა დავარქვათ ამას რაღაც განსაცდელიზმი. მე განსაცდელისტებს ვეძახი და ვაივიშისტებს. ვაივიშისტები, ხო, და ძალიან კარგია, რომლებიც ესე იგი ღალატად თვლიან იმას, რომ შენ უარყო მათ მიერ ესე იგი ვაივიშისტური განწყობა გამო რაღაცის გამოსაწვევად, აი რაღაცა უარყოფითი ვაის გამოსაწვევად რაღაცა ვთქვა, ეგრე კი არ არის კაცო და საერთოდ ხო ხანდახანზე შეიძლება სიკტის თუდია დაღრეჯილობა და აი ესეთი მსგავსი რაღაცები რო თქვა, გამოდიხარ მოღალატე და მართლაც ახლა ეს ცხოვრება ამათ რო უყურო საერთოდ სიცილი, მხიარულება, ზოგადად ესე იგი ყვავილი დელო, სიცილი დასაშვებია მხოლოდ სიმწრის. სიმწრის ესე იგი რო ეტყვი რაღაც ფაქტებს რო ეტყვი რომ ესეა, ხო? ნუ ისეთ რაღაცებს გეუბნებიან. ერთხელ ახლა მართლა რო გითხრათ საფხულში ავედით იქ ქულბაქი რო არის, საოცარი ის არის, იქ ტბა არის და კარგია რა, ულამაზესი რაღაც აფხული და იქ ავედით, ნუ გზებია დაგებული, კარგი ავედით ხვამზე და ნუ იქ ამაღლებულ განწყობილებაზე რაღაცა დავწერე და ზოგიერთმა რა დამიწერა არის. მანდ ხო პაკისტანელები ივლიან ეგ ქართველები სავარაუდოდ. თუ მე ვთხარი ქალბატონო ბოდი გამიგედა აი კი ბატონო გავიგე ეს რაღაცა ეს აპოკალიფტური განწყობები გავიგე ნუ ესე იგი ამათ აკრძალული აქვს თავის თავს აუგზალეს დადებითი ემოციების გამოხატვა ეს უარყოფითი ემოციები საერთოდ ერთი ბრძენი კაცი ამბობდა რომ უარყოფითი ემოციების გამოხატვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი გამოვლინება ადამიანის სულიერი ავადმყოფობის. ანუ სულ ადამიანი ეჩვევა უარყოფით ემოციების გამოხატვას. ამას ქვია სულიერი ქეცი, მე მუდმივად უნდა ესე იგი ამ დოზის მიღება, ამ დოზს უხვად აძლევს ესე იგი ეს გინგა გრიგოლია და მელაძე და ერთელი ეს კონგლომერატი და არის აი ეს საუშვათ სისხლიდით ამ სულისგან ამ ფხანით რა, სულიერი ფხანით მოდი ესე ვთქვა და არ გვინდა ბატონო ჩვენ ასეთი ხო? ეგ საერთოდ არც ქრისტიანულია, არც ადამიანური აფერი არ არის ეს. ჩვენი რასწორია ჩვენი წესისთვის, ჩვენი ცხოვრების წესთვის უცხოა. ჩვენი ცხოვრების წესისთვის სრულიად მიუღებელი უცხოა. ხო, ახლა ქართული ტრადიცია რაც არის ვეფხვის ტყაოსანი ხო დაუშვათ, ხო იქ რა არის ბზიური ეს გარემო და როგორ ჭირთაში. ხო, ნუ ჭირსაში და გამაგრება ვიტკირსა და ასე შემდეგ და
შაუარია მამაც სამში განპირის ხვეჭელსა შედრეკილ შეჟინებულ და სიკვდილის სამეჭოდ ასე ჯავანერი თაშოს დიაცაკს ისა გენდერული ტრამპის თული განცხადება თუმცა სახელის სამხვეჭა ყოველ სამოსახვეჭეს ტრამპის თული განცხადება ეხლა გადავიდე ტრამპზე ახლა ეს მართლა ბევრი დრო გაუთმეთ ამ სიტ ახლა ესე იგი ეს ჩვენი საოცარი ხალხი იქ წავიდნენ და აღმოჩნდნენ ყინვაში ესე იგი ტრამპის ინაუგურაციაზე გადაიხადეს ქვეყნის ფული მაგრამ აღმოჩნდნენ ესე იგი გარესკნელში და იყო ესე იგი ყინვაი ნეფხვაი და ჭენაი კბილთა ხო და ვაჩუს ამუბედურებაში პოსტი იყო გენიალური მაგას ამუბედურებაში მოყვნენ ესე იგი ბატონებ ჯაფარიძე და ხაზარაძე რომელიც ამ დროს დააფიქსირეს ესე იგი და საოცრად დემოკრატიული გამომეტყველება აქტიკა ესე იგი ამ დროს ესე იგი სალომე იღებდა იმებს სელფებს სალომე შეგიმთიყო თუ გარეთ არ ვიცი სადღაც ესე იგი რატყო ახან ქალი იყო და თან რა ვიცი თან არ მიუწევია თურმე იმას უილსონს კლუბუჩარს მიუწევია ვიღაც კლუბუჩარი ვარ დემოკრატია ის და იმის მიწვეული ყოფილა და უილსონს რა მაგისტრის არ ცხელა ახლა იმიტომ რომ მისი მეუღლე წინააღმდეგ გაძრულია სისხლის სამართლის საქმე 98 წლის დედაზე თავდასხმის გამო სამთა დედაზე ესე იგი ეს ხო საერთოდ მართლაც ამ საქართველოს ვინც ერჩის რაღაც უბედურება ემართება დავაკვირდეთ მე ვერ უნდა მიხვდეს რომ არიციან ხო და ამ დროს ესე იგი ამ ბაიდენში რო იყვნენ ესენი ბაიდენში ეხლა ტრამპში გადანაცვლების ოპერაციას რო აწარმოებდნენ და გაყინა იქ ესე იგი დააზრო ვაშინგტონურმა ყინვამ და ვერ ემთხვიენ ესე იგი ტრამპს რა სიტყვი ახლა ამასთან დაკავშირებით გუშინ იყო კიდე გასაოცარი მარში ამერიკის დროშებით ჩაიარეს ამერიკელთა მარში უწოდეს რუსთაველზე საწყალი რუსთაველი რამდენი რამე ნახარა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემ წინარადებას სხვა უნდა პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია 5000 კვადრატული მეტრი განმხოლოვდეს და თავისუფლების მოედანსა და დანარჩენ რუსთაველს შორის და დაერქვას მას აულիկ ზურაბიშვილის სახელი და დაიდგას იქ აულիկ ზურაბიშვილის მონუმენტი და განუწყვეტელი ინსტალაციები უნდა იყოს მე მგონი ახლა ეს უკვე პრაქტიკული ზიანდება. ახლა რომელიმე ქვეყანა თუ გინახავს, აი ინფორმირებული ადამიანი ხარ, სადაც ყოველ წელს პარლამენტზე შტურმები ხდება. ზოგჯერ წელიწადში ორჯერ. ერთი ქვეყანა ვიცი, სადაც ბოლო 1-2 საუკუნის განმავლობაში 270-ზე მეტი გადატრიალება მოხდა, ეს არის ბოლივია. მაგრამ იქ მართლა გადატრიალება მოხდა. ეს პარლამენტზე ესე მიიტანე შტურმი და წამო. თუ მიიტანე მილიარდ და გავლენ კიდე. ტანკები და ამბავი. ხო, ეს სერიოზული შტურმებია. ერთ ქვეყანა ვიცი. მაგრამ თუ მაინდა-მაინც არ დავიგვანებით ამ ქვეყანას კარგი იქნება. არა, ესე გვაქვს ჩვენ ისტორიულად ახლა იმერეთში მაგალითად რამდენი აღარ მახსოვს ვერ დათვალეს 17 გადატრიალება მოხდა 20. ხო, მაგრამ იმერეთში ახლა ამის სამეფო კარიერა იყო და მისი გადატრიალება. ხო, ამისი გადატრიალება რა გადასატრიალებელი იყო ამის გადა. საწყალი არჩილი რამდენჯერ ჩამოაგდეს, მე 6-ჯერ ჩამოაგდეს თუ არ ვწდები და ბოლოს როგორ წერს და ავტოვე ქაჩთა ქვეყანა ღმერთის გადაწყებული წავიდა საწყალი ესე რამდენი იწვალა ერჩილმა. განათლებული კაცი იყო სხვათა შორის. პოეტი იყო. პოეტიც იყო და განათლებული ადამიანიც იყო. ხო, ეხლა რაც შეეხება ტრამპის ინაუგურაციას, ჩვენთან ძალიან დიდი მოლოდინებია ამაზე. და ძალიან ბევრი რამე მართალია ის რასაც ტრამპი დაანონსა თავისი პროგრამა ბევრი რამე ემთხვევა იმას, რაც ჩვენთვის მისაღები განწყობებია, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა. ძალიან. ეს მაგის მოტივად დაასახელა COVID პანდემიის საშინელად არასწორი მენეჯმენტი და შემდეგ ეს მოკლედ მას საკმაოდ ბევრი პრეტენზიები ჰქონდა ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ
და რასაც პირდებოდა წინასაარჩევნოდ პირველსავე დღეს დაიწყო ამის შესრულება. რამდენად გავა ბოლომდე არ ვიცი. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დონალდ ტრამპი ძალიან დიდ ბრძოლას უცხადებს ამერიკულ ბიუროკრატიას, ეგრეთ წოდებულ deep states, რომელიც რეალურად არის ბიუროკრატია, ანუ ჩრდილოეთი მმართველობა ესე ეგრეთ წოდებული, მაგრამ ეს deep state-ი სულაც არ აპირებს უბრძოლველად დაგებას. ასე რომ იქ ძალიან დიდი ამბები იქნება და იქ როგორ დამთავრდება რამე ძნელი საქმელია. გარდა ამისა, ტრამპის პროგრამას და ტრამპის Make America Great Again ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, რაც მაგას ყავს, ეს ბრეტონ ვუდსის სისტემა, საერთაშორისო დოლარის სისტემა და ფედერალური სარეზერვო სისტემა ამერიკული ფინანსები. ეს არის მისი ყველაზე დიდი მტერი და არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის აი ამ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას. ამერიკის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც უკვე კენედის პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკის სავაჭრო ბალანსი არის უარყოფითი და ეს შედის სწორედ ფედერალური სარეზერვო სისტემის ინტერესებში, რომ სავაჭრო ბალანსი იყოს უარყოფითი. შემდგომ კისინჯერის და დენ სიაოპინის შეხვედრის და შემდგომ ჩინეთში მთელი სამრეწველო სიმძლავრეების გატანის შემდგომ, რაც მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჟანგიანი სარტყელი, ანუ დეტროიტის სამრეწველო კვანძი მთლიანად გადავიდა ჩინეთში. ჩინეთში ახლა მარტო ეს ქარხნები კი აღარ არის, უკვე ჩინეთში დაგროვდა უამრავი ცოდნა. აი ამ ქარხნის და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოს სახელოსნო. თუ ვინმე ელოდებოდა, რომ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღესვე დაეტაკებოდნენ ერთმანეთს, ძალიან წარეცდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან ძალიან დამოკიდებული ერთმანეთზე. ერთი ის რომ ჩინეთის ექსპორტის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკა არის ჩინეთზე იმპორტ დამოკიდებული, ვინაიდან ამერიკაში სამრეწველო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფარდობითად 50-იან 60-იან წლებთან შედარებით და თითქმის მთლიანად ჩინეთთან შემოდის ყველაფერი. ჩინეთი არის ამერიკის სახაზინო ვალდებულებების უმსხვილესი მფლობელი, მე მგონი 3 ტრილიონამდე დოლარის სახაზინო ვალდებულებები აქვს. ნუ ერთ დღეს ჩინეთმა რომ ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტოს და მოდი გავყიდოთ ეს ამერიკის სახაზინო ვალდებულებები. ჯერთვის მიყიდეს, მაგრამ ეს გამოიტანოს, ეს დააგდებს ამერიკის სახაზინო ვალდებულებების ფასს და ჩინეთის ეკონომიკასაც დაანგრევს. რა თქმა უნდა, იმდენად არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ ერთმანეთის არსებობა ერთმანეთს ასოცხლებენ ფაქტიურად. ერთმანეთს ეჭუბებიან. რა თქმა უნდა, ჩინური ვაჭრობის, ჩინეთის საზღვაო ვაჭრობის 80% გადის მალაგის სრუტეზე. მე არაერთხელ მithkoms კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ხოლო ამ მალაგის სრუტეში დგას ამერიკული სამხედრო ბაზები. ნებისმიერ დროს ამერიკა შეუძლია გადაკეტოს ჩინური საზღვაო ვაჭრობის 80%. ეს ნიშნავს უდიდეს პრობლემებს ჩინეთისთვის და ამავე დროს უდიდეს პრობლემებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ ეს ორი გიგანტი ასე ადვილად და ასე იოლად ერთმანეთს არ დაეჯახება, შეუძლებელია. რა თქმა უნდა. ანუ ისევე როგორც ტრამპრიდე პარადაკ ნავიდე, ეგეთი პრინციპი ძალიან ძნელად მოსალოდნელია, დაუშვათ იმავე აი უკრაინის ჩვენ უკრაინიზაციას ვინც აპირებდა იმ პატივცემულების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, არავითარ შემთხვევაში არც ჩვენი და არც არავის გულისთვის არ გადაეკიდება რუსეთს. არავინ არ ეჩხუბება რუსეთს ჩვენს გამო. და რაც ხდება უკრაინაში, ეს ხო ელემენტარულია, ეს ხო ყველაფრიდან ჩანს ეს რა. და არც არავინ დაკპირებია არასოდეს რომ შენი გულისთვის რუსეთს დაუწყებდა. ანუ აი ამ სამი გიგანტის ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ჩინეთი, ეს არის რუსეთი, ნუ არანაკლები გიგანტია ინდოეთი,
დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ახლა რუსეთთან და ამერიკის შეერთებული შტატებთან შედარებით აქცია დიდია, მაგრამ ამ გიგანტებს შორის ჯახი ფაქტობრივად გამორიცხულია. კი ბატონო, როგორც ჩანს მიდის მაკრორეგიონალიზაციისკენ პროცესი. რა თქმა უნდა, ამაზე მოუწია ხალხს აქვს თქვი ამაზე. და ჩვენ უბრალოდ ჩვენი თავარი ამოცანა არის, რომ მთელ ამ გიგანტების ჭიდილში მაინც და მაინც შუაში არ უნდა მოხვდეთ ისე რომ გავიჭრუტოთ რა. როგორც მოხდა მაგალითად უკრაინა, როგორც მოხდა სირია, ლიბია, რა ვიცი, და უამრავი სახელმწიფო. კი ბატონო, უამრავი და კიდევ შეიძლება ბევრი მოხდეს, მაგრამ მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ ანა კარენინასავით პარალელზე შევიერთოთ რა. კი ბატონო და ამისთვის საჭიროა მე დავიწყე საზოგადოებრივ განწყობებზე და პირველ რიგში ეს საზოგადოებრივი განწყობები უსაფრთხოების საკითხი. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად რაც დავკარგეთ ჩვენი უახლესი წარსულის დროს, ხომ? აი ახლა ბოლო 30 წელია. ბოლო 30 წელია დავკარგეთ ფაქტიურად იმის გამო, რომ ხელისუფალნი ვერ ბედავდნენ საზოგადოებრივი განწყობების წინააღმდეგ წასვლას ხშირად. და ხშირად თვითონ სარგებლობდნენ ამ საზოგადოებრივი განწყობებით, რომ თავისი ხელისუფლება განამტკიცებდნენ და მე რჩებოდნენ ამის მძევალი. და გადამწყვეტ მომენტებში, აი მაგალითად როგორც იყო სოხუმის ტრაგედია. სოხუმის ტრაგედია ხო ვიცით როგორც მოხდა. და რაც მოხდა იქ, ხომ? დაუშვათ რომ ყოფილიყო იქ ბოლო შეთავაზება ხო იყო, რომ დაშორიშორება მომხდარიყო. არა, როგორც ყოველთვის, ესე იგი არ დავთმოთ და რა მოხდა მე საერთოდ ყველაფერი დავგარგეთ და უამრავი ადამიანი შეეწირა ამას და დღესაც სხვათა შორის ახლაც აი ჩვენ ვსაუბრობთ ბევრი იტყვის რომ არა ეგრე იყო სწორი, აბა უნდა დაგვეთმო, გესმით? ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა, იმიტომ რომ ამას ცოცხლ ვау ჩვენ თანამოქალაქეები შეეწირნენ კაცო უამრავი ხო და იმას თავიდანვანებოთ იქ რა ტრაგედიების რა ის გეოპოლიტიკურად რა დაგვიდგა შედეგი და დღემდე წელს ახლა ვსორდებით კიდე თუ გავსორდით წელში ხომ იმ აფხაზეთის ომში ამიტომაც კიდევ ერთხელ ესე უნდა გაგვეკეთებინა ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ აუცილებელი არის ინტერაქტიული მუშაობა საზოგადოებასთან და აუცილებელი არის საზოგადოებრივი აზრის შექმნა და არა მიდევნა. აუცილებელი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნების არსებობა. არ არის აუცილებელი მიზანი იყოს დღეს და ხვალ მისაღწევი, მიზანი უნდა იყოს აუცილებლად ჰორიზონტზე და უნდა იყოს ორიენტირების საერთას მივდივართ. უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი. და მაგის გარდა კიდე კანონები რომლებიც არის მისაღები, უამრავი კანონები. ყველა კანონი და ყველაფერი უკვე აი მიზნებისკენ მიხედვით კი ბატონო. უნდა იყოს მიმართული, მიზან მიმართული და ეს საგიჟეთი არ უნდა იყოს ნებადართული. ახლა აი მარტივად ახლა სულ იმეორებ ამას რა. აი მაგალითად მოწოდებები საქართველოს დასანქცირების შესახებ, მაგალითად ესაც მიდიან აქედან სუბიექტები როგორც წესი აგენტურა და ესე იგი იქ იმაშვებიან, რა ქვია, ეუბნებიან იმათ, რომ დაასანქცირეს ჩვენი ქვეყანა. ასეთ საქციელზე სხვა ქვეყნებში სისხლის პასუხისმგებლობაა. მარტივად. და აი მე მაგალითად გეტყვით ახლა რა, ერთ-ერთ ბანკში მივიდა ინვესტიციის განხორციელება საპირებდა მიწა ქონდა და აი მიწას ჩავდება კიდე ფული მომეცი და ინვესტიციის ახორციელება, რა დროს ინვესტიცია არისო? ისე რა ქვია ქვეყანა მოტრიალდება ორ კვირაში რა დროს ინვესტიცია ჯერო მოტრიალდებაო და მე მოდიო და მე გაიკეთებ ინვესტიციას ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია სხვათა შორის ნუ გასაგები დაახლოებით ორია ესეთი და აი ეს რაც პირადად ვნახე ამათი მავნებლობა და პალიცემული ხაზარაძის ვაიშვილი იძახის რომ ახლა აი ეკონომიკა რო ჩამოიქცევაო რო ჩამოიქცევაო მე უფრო ადვილი იქნებაო ხელისუფლებაში მოსვლაო ამას რო ლაპარაკობს ადამიანი რომლის ოჯახსაც აქვს გავლენები და სხვების კაცო უამრავი ხო რო უნდა ჩამოიქცეს ქვეყანა და ეს ხალხი უყურებს ამას ესე იგი მშვიდად
ეს ჩამოქცევა პოლიტიკური ცვლილება კი არ იქნება, ეს იქნება შიმშილი. შეიძლება ახლა მათ არ ემუქრებოდეთ შიმშილი, მათ უბრალოდ დაემხობათ თავზე ის ბანკების სადღაც გაიქცევიან. საქმე იმაში არის, რომ როდესაც ღმერთმა დაგუფაროს, მაგრამ როდესაც ესეთი რაღაცები ხდება, როგორც 92-ში მოხდა თბილისში, მერე 13-ში რაც მოხდა, მაშინ უკვე ვეღარავინ კარგად ვერ იქნება რა. აგერ სირია არის მაგალითი კაცო, აგერ ახლა დავწერე მე სირიაში რაც მოხდა, ხომ და ზოგიერთმა დამოუწერა, რომ არა ეს თუმე დადებითი რამე მოხდა იქ. კარგი რაღაცა მოხდაო და აი რაღაცაო შენო არ მიესალმებიო, ნუ ახლა იქ რა თქმა უნდა ზილობია ის ფარგლებს გარეთ გასული, ის მოწარო შენო ესე იგი არასწორად არისო. ანუ ის ჯოლანი და ის რომ მოვიდა და იქ ისრაელი შევიდა ლამის დამასკომდე გოლანის წაართვა სირიას. თურქებთან აგერ ჩრდილოეთიდან და ასე შემდეგ და ამგვარები და იქ რა ხდება ალავიტები და ეს თან ახლა სოფლიო პრესა არ აშუქებს და ტელევიზიები ამათ გონიათ რომ სიწყნარია ხო გასაგებია რაც ხდება იქ იქ ახლა მიდის კატასტროფული სამოქალაქო ომი კატასტროფული ყველა სცენარები ყველა ეს სანამ ახლა კიდე დარჩენილი იყო რაღაც იქ მოჭამენ ახლა ამას და მე რა თქმა უნდა დაერევიან ერთმანეთს სამწუხაროდ საცოცხლო ომში და გადანაწილება მოხდება, ხო? აბა რა რესურსით უნდა იარსებო. და რა ჩამოყალიბდება ეს კაცმა არის ეს. ეს რის გამო მოხდა? რის გამო რატომ მოვიყვანე სირიის მაგალითი? სირიაში სირიის წინააღმდეგ შემოღებული იყო დრაკონული სანქციები. კი ბატონო. შედეგად მოხდა ის, რომ სირიის მთავრობა, რომელიც იქ გამოუვალობის განცდა იყო უკვე. და ამ დროს განსაკუთრებით ეს კორუფცია და ეგოისტური ინტერესები რუსებმა რაც შეანარჩუნებინეს, რაც გადაარჩინეს ასადის მთავრობა 2013-14 წლებში, 15 წლებში, შეუნარჩუნეს ასე ვთქვათ, მთავრობას საუფლება, მაგრამ ამის შემდგომ ასადმა პრაქტიკულად არაფერი აღარ გააკეთა. ვერც გააკეთა. ალბათ ვერც გააკეთა. ის უკვე გადასული იყვნენ ფულის კეთებაზე, იმიტომ სანქციები იყო, გამოუვალ სიტუაცია ჰქონდათ, ახლა იქ ეგოისტური ინტერესები, იქ მთელი ამბავია სირია კიდე ცალკე თემა, ეს გამოიწვია ძირითადად რა სანქციებმა. დრაკონულმა სანქციებმა, ხო, სირიის წინააღმდეგ და ეს ქვეყანა სადაც ევროპელები მაგალითად სანამ ეს ომი იქნებოდა 10 წელს, 9 წელს, 11 წელს დასაც ჩამოდიოდნენ იქიდან ყავის დასალევად და ეს აყვავებული ქვეყანა დამასკო უმშვენიერესი ქალაქი და რა ვიცი ერთ-ერთი უმდიდრესი ადგილია ეს სოფლიო ცივილიზაციის დასაწყისი ის არის ხო? აკვანი ერთ-ერთი და ამ სანქციების და ამ ფერადი რევოლუციის შედეგად მივიღეთ ეს რაც დღეს აგვაქვს და რაც იყო უფრო სწორედ ხო რამდენი ათასი მილიონამდე ადამიანია და არავინ არ დათვალას ხო 5 მილიონი მიგრაცია და ვინც ამას მოუწოდებს კაცო მე რატომ მოვყევი ახლა სირიაზე კი არ გქონდა დღე სირია მაგალითად ვინც მოუწოდებს ამ სანქციების წინააღმდეგ ამისკენ მოუწოდებს რა ძნელი გასაგებია ესა რთული გასაგებია დალაყუნობენ ამათ დაძახლიძე კიდე ესენი მართლა გასაოცარი არ არის გასაგებია რომ ის ამას ითხოვს მაგრამ შენობის დაძახილზე გადიხარ ეგ ასაკეთებ ეგ არის პრობლემა ხო რას აკეთებ გონია რომ შენ უკეთესად იქნები და დაუშვათ შეუძლებელი ხო აი ეგეთ სიტუაციაა და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის და მართალია ის პროგრამა რაც არის პროგრამა ეს ნაწილია და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ეს ტრენდი ეს სიგიჟე რაც დღევანდელ ოპოზიციაში არის ეს უნდა ჩაჩოჩდეს ტრანსპორტიანი მორატორიუმი განაცხადა საგარეო დაფინანსებაზე სხვათა შორის ეს მეორე ეს პირველ რიგში ალბათ უკრაინას ეხება არა საერთოდ თქვა ტრამპმა რომ ჩვენ ვაცხადებთ მორატორიუმს ანუ აღარ იქნება დაფინანსება სანამ გადამოწმდება ეს გადამოწმდება ისინი ხარჯების სად მიდის ეს ფული იმიტომ რომ ახლა ფული სად მიდიოდა მოგეხსენებათ ხო მიდიოდა იქ გენდერული განათლების შესატანად დაუშვათ სადღაც იმაში ავღანეთში პაკისტანში და რა ვიცი კიდე ისეთი კომიკური რამეებს აფინანსებდნენ ახლა ისინი მათ კი არ აფინანსებდნენ ფულს აკეთებდნენ და თან კიდე იმას ინახავენ აგენტურას ხო როგორც ჩვენთან აგერ ხო
ხო, ეს ძალიან საინტერესოა. რა არის? ეს ძალიან საინტერესოა. ეგეც ძალიან საინტერესოა ჯანმო. ჯანმო ძალიან და საინტერესოა. კიდევ არალეგალური მიგრანტების გასახლების ოპერაცია დაიწყო, რაც ძალიან ცუდია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვინც აი ამ განწყობის მიგრაციული განწყობების გადამკიდე წავიდა და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ვერც სამუშაო ნახა და ვერც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს საქმე იმაშია, რომ იქ ვინც მართლა მუშაობს, იმას არავინ არ შეეხება. ხო, ღმერთმა ხნას რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეეხონ ვინც მუშაობს რეალურად, იქ იმას არავინ არ ხო, ძირითადად ეს კარტელებს გამოუცხადა ომი და თქვა რომ ესენი არიან მიიჩნეული იქნებიან ამერიკის შიდა ბაზარზე ნარკოტიკის ტერორისტულ ორგანიზაციები გახდა ეს არიან კიდეც. ხო და ეს კარტელები სადაც ნარკოტიკებია ზოგადად ჩვენ ხო ვიცით ვინ არის ნარკოტიკების პოლიტიკაში პოლიტიკური გამოყენების მამა ეს რა თქმა უნდა ბრიტანეთის იმპერია რომელმაც ჩინეთი დააქცია ოპიუმის ომი გამოსtildeება აქვს და ყველაფერი გამოსtildeება და დღემდე მაგით არიან ასე ვთქვათ ხო და ეს არ არის უბრალო რამ რა თქმა უნდა საერთოდ ერთ ცნობისთვის არც ერთი კარტელი არც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია სისტემურ კარტელებს და სისტემურ ტერორისტულ ორგანიზაციებს გულისხმობს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ვერ იარსებებს, არ არსებობს და ვერ იარსებებს. ეს ცნობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დიდი მადლობა ნოდარ და რა ვიცი კიდე ერთხელ ვიმეორებ, არავის საწყინათ ეს ჩვენ არ ვისაუბრიათ, უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას და მით უმეტეს ეს ალარმისტული განწყობილებები ჩვენს საზოგადოებაში ისედაც მაღალია და ახლა ეს ისტერიკაც ის არის ძალიან მაღალია ისტერიული დონე და თლათ ახლა ფსიქოში გადაზდა არ არის სასარგებლო საქმე და არც პატრიოტული. როგორც ამონაცემის განაცემის დასაწყისში ბრძანეთ მოკლედ ამონაცემები არანაირად ჩემ ნდობას ვერანაირად ვერ იმსახურებს დაველოდოთ ივნისის დასაწყისს როცა გამოქვეყნდება აღწერის შედეგები და მე დარწმუნებული ვარ რომ აღწერის შედეგები სხვანაირი იქნება, სხვა მონაცემები იქნება, სხვა სურათი იქნება. დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურს როდის გამოქვეყნებს აღწერის შედეგებს. და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, ერთი გადაცემა მიუძღვათ ამ თვითონ აღწერის მეთოდოლოგიას. კი ბატონო. და რამდენად ეფექტური და სწორია ეს, იმიტომ რომ ამაზეც ბევრი კითხვები არსებობს. კი ბატონო. კი ბატონო. კარგად ზანდებოდეთ ვიფასო დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.